სადაც ბიძინა ივანიშვილი დაიბადა, იქ ახლავს კომუნიზმია, ხალხი არაფერზე ფიქრობს არჩევნების შემდეგ ჩვენს კომუნიზმს ავაშენებთ, აბა კაპიტალიზმი რად გვინდა. წითელი საქართველოს დაბრუნების იდეა ქართული ოცნების ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნორიკ კარაპეტიანს ეკუთვნის. ნორიკი არც სეპარატისტულ განცხადებებს ერიდება და გამარჯვების შემთხვევაში ამორჩევოს სკოლისა და უნივერსიტეტის ავტონომიასა და სომხური ენის დაკანონებას პირდება. მაკაჩიხლაძე გიამბოთ. ქართული ოცნების ახალქალაქის ოფისში ჯერ მხოლოდ სომეხი ეროვნების დაპატიმრებული მეოცნებების გათავისუფლებას ითხოვენ. ნორიკ კარაპეტიანის გამარჯვებისთანავე კი მოთხოვნები მკვეთრად სეპარატისტული გახდება. თუ მე მოვალ ხელისუფლებაში, აუცილებლად დავუბრუნებ ადგილობრივ თვითმმართველობას ძველ უფლებებს. მათ ადგილზე უნდა შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. თუ ამას გავაკეთებთ, რატომ არ შეიძლება ქართულთან ერთად სომხური ენაც გამოვიყენოთ? მე პირადად ვიზრუნებ პარლამენტიდან ამაზე. ყველაზე მთავარი ამ ძალაუფლების დაბრუნება. ეს ფაქტობრივად ავტონომიაა. გეთანხმებით. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სომხური ენის სტატუსისა და ავტონომიის ნოსტალგიას საბჭოთა საქართველოდან მოჰყვება. ორგანიზაცია ჯავახკისა და ქართული ოცნების წევრი არც მალავს, რომ მილიარდერის გუნდის გამარჯვებისთანავე კაპიტალიზმის ნგრევა და კომუნიზმის შენება დაიწყება. სადაც ივანიშვილი დაიბადა, იქ ახლა კომუნიზმია, ხალხი არაფერზე ფიქრობს. ანუ საქართველოში კომუნიზმს ვაშენებთ? კომუნიზმს, აბა კაპიტალიზმი რად გვინდა? კომუნიზმში დაბრუნება ჯავახკის სხვა წევრებსაც უნდათ. ასად შიპაქსიანიც უკვე ქართული ოცნების რიგებშია. ჩვენთვის სულ ერთია საქართველოს შემადგენლობაში ვიქნებით სომხეთის თუ რუსეთის. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს? თავარია ენა და კულტურა შეგვინარჩუნდეს. Первая проблема – это языковая проблема. ჩვენი პირველი პრობლემა არის ენა. არაერთხელ დაგვიყენებია საკითხი სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების თაობაზე. Нам это статус регионального языка, армянского. ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭებისა და სხვა საბჭოთა იდეების განხორციელებას სამცხე ჯავახეთში მცხოვრები და ქართულ ოცნებაში გაწევრიანებული სომხები არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ ელოდებიან. მანამდე სომხურად ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში წერენ. პუტინს ნორმალურ ადამიანს უწოდებენ და რუსეთის პრეზიდენტისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებას ერიდებიან. როგორი დამოკიდებულება გაქვთ პუტინის მიმართ? ნორმალური ტიპია, აშენებს თავის სახელმწიფოს. არის ის ოკუპანტი? მოდით არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არიცით? იცით რა? თქვენთვის გულწრფელად მითხარით, როგორაა? მოდით არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ვინ აუგრძალა პუტინზე საუბარი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ღია და დახურული თემები თავად ამ მგრძალველებსაც აქვთ. ჯავახკის წევრების კოალიციაში გაერთიანებასა და სეპარატისტულ განწყობებს გამართლებას გოგლა ჟვანია უძებნიდა. ჩვენ ყავს გავლენიანი მაჟორიტარი. თქვენ თავად ესაუბრეთ ბატონ ნორიკს და მიხვდებოდით, რამდენად სეპარატისტია ის. ნორიკ კარაპეტიანს არ გაუკეთებია რადიკალური განცხადებები არასოდეს. ეს ადამიანი, ვიზეთ ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ, ნამდვილად სახელმწიფოებრივი აზროვნებისაა. ჟვანია და თავად სეპარატიზმის ავტორი ძველ განცხადებებს ივიწყებენ, თუმცა კარაპეტიანის ჯავახკურ ოცნებებს სატელევიზიო არქივი ინახავს. ავტონომია უნდა იყოს, ჩვენ გვირჩევნია ადგილზე გადავჭრათ პრობლემები და არა ქართველებთან ერთად. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი ავტონომია გვქონდეს. თქვენ ითხოვდით ადრე ავტონომიას და სომხურის ქართულთან გათანაბრებას? არა, ასეთი არაფერი ყოფილა. ახლა ქართული ოცნების ინტერესში არც ის შედის ჯავახკის სხვა სურვილებით რომ გაიხსენონ, თუმცა უახლოესმა ისტორიამ იცის როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ორგანიზაციის წევრები საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანასა და როგორ იბრძოდნენ ენისა და რეგიონის ავტონომიისთვის. იყოს სომხურიც და ქართულიც. ჩვენ ასე დავაყენებთ საკითხს და ეს სწორი მიდგომაა. ეს წლების წინ იყო. ახლა ახალქალაქის ქართული სკოლის მშენებლობას აპროტესტებენ. 3 მილიონიანი პროექტი სომეხმა მეოცნებებმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნეს, რომ იქ სომეხი ბავშვები ვერ ისწავლიან. სამაგეროდ გამარჯვების შემთხვევაში სომხურ სკოლაში არ აპირებენ ქართველი დირექტორის დანიშვნას. სომხურ სკოლაში ქართველი დირექტორი ვერ იქნება, რადგან სომხური არ იცის. როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართულთან ერთად თვითმმართველობაში საკუთარი ენაც გამოიყენებოდეს.
სეპარატიზმი ქართულ ოცნებაში ახალქალაქელ მეოცნებებს არამხოლოდ ეს საკითხი აერთიანებთ. ისინი ლიდერის მსგავსად ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ და სამცხე-ჯავახეთს სახელსაც თავად არქმევენ.